სიღნაღის ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. სარიტუალო დარბაზებს სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე, შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც ერწყმის ქალაქის გარემოს. შენობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ქორწინების სახლების რეაბილიტაცია და მშენებლობა. ეს ისტორიული შენობა, რომელიც აგებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, განიცდის სრულ რეაბილიტაციას. ის ამჟამად არის ავარიულ მდგომარეობაში და მოხდება მისი გამაგრება და რაც მთავარია, მოხდება მისი ისტორიული იერსახის შენარჩუნება და დიზაინი იქნება შესაფერისი სარიტუალო დარბაზისა, რაც არის აუცილებელი ქორწინების საზეიმო ცერემონიალისათვის და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე უკვე ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ ამ უკვე განახლებული და აღდგენილი სიღნაღის ქორწინების სახლის პრეზენტაცია. დღეს სიღნაღში საზოგადოებას წარუდგინეთ სიღნაღის ქორწინების სახლის რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სიღნაღში ხელმისაწვდომი იქნება 24 საათიანი ქორწინების სერვისი, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება თელავში ქორწინების სახლის გახსნა და იუსტიციის სახლი ასევე უახლოეს პერიოდში აპირებს ყველა იმ ქორწინების სივრცის რეაბილიტაციას, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის, რომ თბილისის მერიასთან ერთად იგეგმება კონკის ქორწინების სახლის რეაბილიტაცია, რომელიც შემდეგი წლის პირველ ნახევარში გაიხსნება და მთელ საქართველოს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს როგორც ქორწინების სახლებით, ასევე ქორწინების სივრცეებით. ქალაქ სიღნაღში ქორწინების სახლი განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრი იყო. იუსტიციის სამინისტროს ეს მასშტაბური პროექტი, რასაც გულისხმობს ქალაქ სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციას, მნიშვნელოვანია არა მარტო სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან ხელი შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში, ასევე საზღვარგარეთიდან შემოსული ვიზიტორების მიზიდულობას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აისახება ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ვინაიდან გაჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო, ასევე ქორწინების სახლში დასაქმდებიან ადგილობრივი მოსახლეობა, რაც მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის დამატებითი ეკონომიკური კეთილდღეობის შესაძლებლობა